კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ჭიათურასა და საჩხერეში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. შეხვედრა ჭიათურაში დღის პირველ საათზე დაიწყო. პრეზიდენტობის კანდიდატმა ჭიათურელ ამომრჩეველთან გამოსვლისას ყურადღება სამრეწველო ქალაქის ეკონომიკურ პოტენციალზე გაამახვილა. მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაპირდა. რეალურად მე დღეს ვდგევარ ქალაქში, რომელიც ალბათ წინა საუკუნის ეკონომიკურ რუკებზე იყო განსაკუთრებული ფერით და განსაკუთრებული შრიფტით დაწერილი. მანგანუმის მსოფლიო მოხმარების ნახევრამდე ამ ქალაქიდან იყო. და შეიძლება ამას რაღაცა ბოროტის საოცრება დაერქვას, რომ ამ ქალაქს ეკონომიკურად უჭირს. რომ ამ ქალაქში არ არის რაღაცა არნახული ეკონომიკური აღმავლობა. რატომ? განარა აქ არ არიან ის გმირი ადამიანები, ვინც შედიან შახტაში, ვინმეს მუშაობა ეზარება და არ უნდა მუშაობა. ვინმე არ არის მზად, რომ თავისი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის ძალიან აქტიურად ჩაერთოს ამ ქალაქის და საერთოდ საქართველოს აყვავებაში. მაგრამ რას ვხედავთ? რას ვხედავთ არა მარტო დღეს, რას ვხედავთ უკვე კარგახანია. მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის მიჩქმალვა, დამალვა, არ გამოჩენა, არ გამოყენება. გიორგი მარგველაშვილთან ერთად ჭიათურაში იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ანი მიროტაძე და ოთარ ჩრდილელი. კარგად მოგეხსენებათ, 11 თვე გავიდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დამარცხებიდან და ხელისუფლების ჩამოცილებიდან. 11 თვე გავიდა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს ძიმე დაუღალავი მუშაობის. ნაყოფი უფრო მეტი იქნებოდა სამართლიანობის აღდგენის დადგომის თვალსაჩინოება უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა ის შემშლელი ძალა, როგორიც არის ჩვენი ამჟამინდელი პრეზიდენტი და თავისი მძლავრი საპრეზიდენტო ბერკედებით. ეს ის პრეზიდენტია, რომელსაც წინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჭიათურამ მხარი არ დაუჭირა. მადლობა უფალს, რომ ეს კოშმარი მალე დამთავრდება და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი, ხალხის ნამდვილი რჩეული ბატონი გიორგი მარგველაშვილი. ამომრჩეველს სიტყვით მიმართა ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა მალხა წერეთელმა, რომელმაც ბოლო 11 თვის მანძილზე ჭიათურაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. პრეზიდენტობის კანდიდატს ის პრობლემებიც გააცნო, რომლის გადაჭრაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ათეული წლების განმავლობაში წირკვალი ხვაშეთის გზა, მანდაეთის გზა, ითხვისის მიმართულება, პლუს წყალსადენი, ბერეთისის წყალსადენის აღდგენა, ლამის 6 მილიონია ჩადებული, მეტი არ არის წლიური ბიუჯეტი ჩვენი რაიონის, თუმცა აქვე პატარა გულის ტკივილით არ ეწყინებათ ბატონ გიორგის ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატს არ ეწყინებათ ჩვენ სტუმრებს, რომ უბრალოდ დროში ვერ მოესწრო იმ საკითხების გადაჭრა, რომელიც ძალიან გვაწუხებს ჩემო კარგო. იგივე რეგრესის პენსიონერები, ჩვენ ყავს გარდაცვლილი რეგრესის პენსიონერები. იცის ყველა სამინისტრო ვიბრძვით, რომ მათ აღუდგეთ ეს პენსია. გარდაცვლილი ადამიანები აგერ თვენახევრის განმავლობაში ჩვენ 3 მაღარველი მივაბარეთ მიწას ნათელში ამყოფოს მათი სული. ისინი შედიან იქ უმძიმეს პირობებში შრომობენ სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზე. მათ ჯერ ხელშესახები გაუმჯობესება ვერ ნახეს. ისევ კანონის გვერდით ავლით ხდება მანგანუმის მოპოვება და მრეწველობა, რომელსაც დარწმუნებული ვარ სულ მალე ბოლო მოეხება და კანონის ჩარჩოში მოექცევა. გრძანდება ჩვენი აგრძანდება ჩვენი ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და მე მინდა მას ვთხოვო, განადგურებულია ჭიათურის ჯანდაცვა. განადგურებულია 15,000 ადამიანი ჯორჯიან მანგანეზის მიერ დაზღვეული ოჯახის წევრებით 80 კილომეტრში უწევთ სამედიცინო სერვისების მიღება. აქტიურად მოშლილია სტაციონარული მკურნალობა. აგერ მტრობას დავარქმევ ამას 1 ივლისიდან, როცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა,
ივლისის დასაწყისშივე დაუქმდა სამშობიარო სახლი. მეხუთე თვე მიდის, სოფლის ექიმები ვერ იღებენ სრულად ისევ და ისევ იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც უნდა მოვაქციოთ ჩარჩოში და მოექცევიან ზუსტად კანონის ჩარჩოში. კიდევ ერთხელ ჩემო კარგებო, ეკოლოგიურ სიმძიმეზე ჩვენ ქალაქში აღარ ვლაპარაკობ. პრეზიდენტობის კანდიდატო, თქვენი მყოფებით შრომელთა ქალაქში სამწუხაროდ ყველაზე მდიდარი რაიონი რეგიონში მე იმერეთს გულისხმობ ყველაზე ღარიბია. შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგიენკო, რომელმაც იმერვიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ჭიათურაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ჭიათურის რაიონის ჯანდაცვის პრობლემებს კარგად ვიცნობ ისევე როგორც ყველა დანარჩენი რაიონი, შეიძლება უფრო მეტადაც, იმიტომ რომ ეს ფაქტურად ერთი რაიონი იყო, იქაც მოახერხა რატომღაც სისტემამ და საერთოდ დაანგრია ყველაფერი. თუმცა ჭიათურას შედარებით ნაკლები პრობლემა აქვს, იმიტომ რომ შეუძლია 15 კილომეტრია და 15 წუთში მოვაკითხონ საჩხერის საავადმყოფოს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამის დატოვებას ესე ვაპირებთ, აუცილებლად უმოკლეს ვადებში ეს გამოსწორდება. გიორგი მარგველაშვილი ჭიათურის შემდეგ საჩხერეს ეწვია. პრეზიდენტობის კანდიდატი ადგილობრივებს პრემიერმა პირადად წარუდგინა. ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის მიღწევებზე ისაუბრა. მან მარგველაშვილის განათლების მინისტრობის პერიოდი შეაფასა და მის მთავარ დამსახურებად გარემონტებული საჯარო სკოლები და უფასო სახელმძღვანელოები დაასახელა. პირველ რასაც ვამბობდი ჩვენ, რომ აღვადგენთ სამართლიანობას ქვეყანაში. რომ პოლიცია ჩადგება საკუთარი ხალხის სამსახურში და დაიცავს საკუთარი ხალხის უსაფრთხოებას და არ იძალადებს საკუთარ ხალხზე. რა თქმა უნდა, დღეს პოლიცია საკუთარი ხალხის სამსახურშია. რა თქმა უნდა, ცალკეული შემთხვევების, რომელიც შეგიძლია თქვენ ევროპულ ქვეყნებშიც ნახოთ. ევროპაშიც ხდება, იდეალურად არცად არაფერი არ არის, რომ იცოდეთ. დღეს პოლიცია ისევე ემსახურება ხალხს, როგორც უნდა ემსახურებოდეს განსაზღვრული კონსტიტუციით. ესევე საუბრობთ პროკურატურაზე. აქაც მე ვფიქრობ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი გრძელდება სასამართლოზე. სასამართლო თავს აღწევს ჩემი აზრით და მე მგონი დააღწია უკვე საბედნიეროდ ძველი ხელისუფლების გავლენას და ზეწოლას და გარწმუნებთ, რომ ახალი ხელისუფლებიდან ვერავინ ვერ გაბედავს და ვერავინ ვერ იკადრებს, რომ ჩაერიოს სასამართლო საქმიანობაში და სასამართლო იქნება სამართლიანი საქართველოში. ძალიან მოკლედ კონსტიტუციაზეც მოგახსენებთ, რამე თუ მე ჩემს საუბარში საუბრობდი, რომ კონსტიტუცია უნდა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიას განსაზღვრავდეს და ხალხის სამსახურში უნდა იყოს. და ის როგორც უმისიგნა გათქონდა და გადაქცეული და ცვლიდნენ კანონებს დარღვევდნენ ერთ კაცს, ეს პროცესი დასრულდა, რამდენიმე ძირეული ცვლილება კონსტიტუციაში უკვე განხორციელდა. ერთ-ერთი ძირითადი თქვენ გახსოვს პრეზიდენტს ჰქონდა განუსაზღვრელი დიქტატორული უფლებები და თუ გახსოვთ ის ცირკი, როგორც ჩამოვართვით საკუთარი ხელით მისცეს ხმა ისეთ იზოლებული გავხადეთ და თვითონაც კუთეში ბრძანდებოდა მაშინ ვისაც ჰქონდა ეს გადაჭარბებული უფლებები და ვერ მოახერხა. მაქსიმალურად ცდილობდნენ ამაზე უარია თქვათ, მაგრამ ისე კარგად გაუკეთეთ ორგანიზება, რომ ითქვენ საკუთარი ხელით ვაიძულეთ, რომ მიეცათ ხმა ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, როდესაც გიორგი მარგველაშვილი გახდება პრეზიდენტი, იმის შემდგომ ახალი კონსტიტუციით საქართველო იცხოვრებს საპარლამენტო კონსტიტუციით. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად თავხედურისვლები გააკეთეს მათ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრს აქვს იმაზე მეტი უფლებები, რაც საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს. აი ესე ქონდა მორგებული საკუთარ თავზე კონსტიტუცია. ჩვენ სექტემბერში ალბათ ოქტომბერში მოვახერხებთ და პარლამენტი ამ საკონსტიტუციოებასაც განახორციელებს, რომ პრემიერს კონდეს დაბალანსებული უფლებები და კონდეს ნორმალური საპარლამენტო რესპუბლიკის შესატყვისი უფლებები. განათლებაზეც საუბრობდით. განათლებაში სხვათა შორის თუ არა გიორგი მარგველაშვილი ალბათ იმდენი ვერ გაკეთებოდა, რამდენსაც გვირდებოდით. რამე თუ პრიორიტეტები წავიდა ჯანმრთელობასა და წავიდა უსამართლობის სოფლის მეურნეობაზე. მერქედოლობაში მაქვს, რომ როდესაც ბიუჯეტის გადანაწილება მოხდა, ძირითადი თანხები მაინც გადავანაწილეთ ჩვენ სოფლის მეურნეობასა და ჯანდაცვაზე. თითქმის არ გაგვიზრდია განათლების სამინისტროს ბიუჯეტი. აი როგორი მენეჯერია გიორგი მარგველაშვილი, რომ იცოდეთ, როგორი კაცი მოდის, როგორი მეურნე კაცი მოდის, როგორი მენეჯერი მოდის. აი ზუსტად რომ არსებული თანხები მან შეუძლებელი გააკეთა. მან მოახერხა გაეზარდა ორჯერ ის გრანტები, რითაც უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ ისწავლიან ჩვენი შვილები. მან მოახერხა უფასო სახელმძღვანელოები. თქვენ იცით როგორი
პრობლემა იყო სახელმძღვანელობის შეძენა, ჯერ არჩევა მისი, მერე მისი ხარისხი და მერე მისი გადახდა ყველა ოჯახისთვის არ იყო იოლის საქმე, მან მოახერხა და ეკონომია გააკეთა ამ თანხებით და ზუსტად იმ თანხების საშუალებით სწორი ორგანიზების საფუძველზე მხოლოდ მოახერხა უფასო სახელმძღვანელობა ექნება ჩვენს მოსახლეობას და ჩვენ შვილებს, ჩვენს ბავშვებს. გიორგიმ ჩაუყარა საფუძველი იმას, რომ ამდენი სკოლა არ გარემონტებულა. ერთი შემთხვევა იყო თბილისში 304 სკოლა ფონდმა გაარემონტა, რომელსაც მე ხელმძღვანელობდი და დღეს განათლების სამინისტრო 300 თუ 400 სკოლის 600 სკოლის გარემონტება. საწავე და გიორგი 300-400 სიმართლეა. 600 სკოლის გარემონტება აპირებს საოცარი პრეზიდენტი გვეყოლება. საოცარი იმ კუთხით სასწავლებს კი არ მოახდენს. იქნება თქვენი პრეზიდენტი. ეს არის ევროპული ტიპის ადამიანი. ეს არ არის ის რომელსაც აქვს პრეტენზიები რომ გამოდმებით სახელმწიფო უნდა მართოს და პოსტი არ დატოვოს სანამ იქნება ეფექტური მანამ მოგემსახურებათ მოდის თქვენ სამსახურში მოდის ზუსტად და ამისთვის აქვს მას ყველაფერი გაკეთებული ყველანაირი ცოდნა და ყველანაირი ნიჭი გააჩნია მიხარია კიდევ ერთხელ პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად საჩხერეში იმყოფებოდა რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მანანა კობახიძე. ბატონი გიორგი მარგველაშვილის მიმართ მხარდაჭერა საკმაოდ დიდია და რა თქმა უნდა ეს მხარდაჭერა მას ექნება საჩხერეშიც. ის დღეს წარსდგა თავისი პროგრამით თუ რა გაკეთდა აქამდე და რის გაკეთებას აპირებს როგორც პრეზიდენტი იყო საკმაოდ გულთბილი შეხვედრა, საკმაოდ ესე ვთქვათ გამოხატეს ეს ადამიანებმა და მე დარწმუნებული ვარ რომ ყველანი ერთად 27-ში ჩვენ მივალთ მეც აქაური ამომრჩეველი ვარ მივალთ და შემოვხაზავთ 41-ს. პრეზიდენტობის კანდიდატთან გამართული შეხვედრის შემდეგ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ადგილობრივებმა. საჩხერე უნდა იყოს პირველი, სადაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე, ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნებზე იქნება ყველაზე დიდი პროცენტი. გამარჯვება საჩხერიდან დაიწყება. საპარლამენტო არჩევნებზე იყო 94%, ამაზე ნაკლები არც ამ არჩევნებზე არ იქნება. ხედავთ ხალხი როგორი ბედნიერია, ძალიან გახარებული იყვნენ პრემიერის სტუმრობით, საპრეზიდენტო კანდიდატის სტუმრობით და ბიძინა ივანიშვილმა ვიც წარმოაყენა ის ჩვენთვისაც კარგი იქნება დარწმუნებული ვარ ამაში. საჩხერლებისთვის ნამდვილად მისაღები იქნება გიორგი მარგველაშვილი. ესე იგი უზომოდ ყველას გვიხარი აქვს მაგას მოსვლა და ჩვენც ყველა თითოეულ კანდიდატს ნამდვილად აქვს ყველა გლეხის და გაჭირებული ხალხის იმედი. ხო, ეს ასე არის. ყველა დამეთანხმება ამაში და ჩვენც ასევე გვაქვს ამ პიროვნების ძალიან დიდი იმედი. ჭირობა მაქვს, მაგრამ არაფერს არ ვიტყვენ სხვასა. საწოდავ ჭიათურას ეშველოს. მიდღემში საწოდავ, მიდღემში დავიწყებოს. ამას ეშველოს, არაფერი არ ვიტყოთ მე. საჩხერის ამომრჩეველთან გამართული შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას. უაღრესად თბილი შეხვედრები იყო, ბუნებრივია საჩხერეს თავის განსაკუთრებული პეცი აქვს, ჩემთვისაც ძალიან ბევრი ადამიანია ახლობელი და ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხარე და ბუნებრივია რომ აქ იყო ძალიან თბილი შეხვედრები, ძალიან მეგობრული და იმედით ახსავს. ჭიათურაშიც უაღრესად თბილი შეხვედრა იყო, ამავე დროს ჭიათურას ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს იმ წარმოების გაძლიერების, რომელიც იქ არის, აგრეთვე სერიოზული პრობლემა არის მეშახტეებთან და სერიოზული პრობლემა არის დაკავშირებული იქ ჯანდაცვის სისტემის აღდგენასთან და ჩვენ ამის თაობაზე ვილაპარაკეთ. საჩხერეში გამართული შეხვედრით ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა იმერეთის რეგიონში ამომრჩეველთან შეხვედრები დაასრულა.